ის იშვიათი შემთხვევაა, როცა რაღაც გეოპოლიტიკური მოვლენა არა თუ გამოწვევა, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არის საქართველოსთვის, იმიტომ რომ კავკასიაში სომხეთმა შეძლო ერთის მხრივ არჩევა თავისუფალი სამყაროსი პროდასალური კურსის და შემდეგ შეძლო ამ კურსის შენარჩუნება. მე ცალსახად ხედავდი იმას, რომ ქართული ოცნება, ანტიქართული ოცნება არ გულშემატკივრობდა ფაშინიანის გამარჯვებას, თუმცა ყველა პროქართველი გულშემატკივრობდა, რომ ფაშინიანს მოეგო ეს არჩევნები. რატომ ფიქრობთ, რომ ოცნება არ გულშემატკივრობდა? ეგ ვთქვი ზუსტად რომ გონია რომ რა იქნით ამშტაბე, რატომ არ უნდა ეგულშემატკივრა, მოდი ასე დავსვათ. აი მაგის ახსნას ვცდილობ, რატომ არ უნდა ივანიშვილს რეგიონში დემოკრატია. ივანიშვილს არ უნდა რეგიონში დემოკრატია. ივანიშვილს არ უნდა რომ რეგიონში პროდასალური აქტორები არსებობდნენ. მე ულოცავ სომეხ ხალხს, თუმცა როგორც კიდათ ვიღაცამ შური დაარქვას, ვიღაცამ ეჭვიანობა, თუმცა შურს იმის რომ თბილისი, რომელიც იყო მოწინავე და მთავარი დედაქალაქი, კავკასიის დედაქალაქი იყო თბილისი. 100 წელია. თბილისში გამოცხადდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა, თბილისში გამოცხადდა ბაქოს დამოუკიდებლობა. ერევანი კავკასიის დედაქალაქი? კი, პოლიტიკური დედაქალაქი არის ერევანი, სადაც ჩადიან მსოფლიოს ლიდერები, აი რუბიო ჩავიდა ერევანში და არ ჩამოვიდა თბილისში. ევროკავშირის მთავარი ლიდერები ჩავიდნენ ერევანში და არ ჩამოვიდნენ თბილისში. სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ვიზიტი ჰქონდა, ჩავიდა ერევანში და ბაქოში და არ ჩამოვიდა თბილისში. გიორგი ლოლაძე, რომელიც ერევანში იყო, წინა ბლოკის სტუმარი იყო, ასეთი რამ თქვა, რომ კობახიძემ იმაზე ადრე მიულოცა ფაშინიანს, ლამის ვიდრეხმების დათვლა დაწყებული იქნება და იქაური ოპოზიციური მედია შიგნით, ასე ვთქვათ, კრიტიკულად შეხვდა ამას, რომ ჯერ არ არის დათვლილი და ვის ულოცავს ეს კაცი, ანუ ეს რაღაც თქვენი აზრით მისი მხრიდან არაგულწრფელი ნაბიჯი იყო. რა თქმა უნდა, არაგულწრფელი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ უბრალოდ შედეგი, მოსალოდნელი შედეგი, რაც ყველა მისედაც ვიცოდით, იმიტომ რომ ამაზე ეგზიტ პოლები მიუთითებდა, მათ შორის პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც სომხეთში დაემთხვა ოფიციალურ შედეგს. რაზე დათვლამდე მიულოცა თუ დათვლის შემდეგ? არა აქ ხო რატომ ანუ თქვენი არგუმენტია რომ დემოკრატიული შეკითხვას რომ დამისვათ პასუხის შესაძლებლობაც მომეწით თორე ნახევარ სიტყვაში შეკითხვაზე პასუხს ვერ ვახებ ანუ არგუმენტი რომ შევაჯამო და არ ავწდეთ ძალიან თქვენი აზრით ის დემოკრატიულად არჩეულია და ეს იყო მთავარი გამახიზიანებელი ოფიციალურ თბილისისთვის არა როგორც აღნიშნეთ წინა ნაწილში ივანიშვილს და ანტიქართულ ოცნებას აღიზიანებს რეგიონში ერთი დემოკრატია და მეორე პროდასალური აქტორების არსებობა დღეს სომხეთი იქცა დემოკრატიულ სივრცე და პარალელურად იქცა ევროინტეგრაციის ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად. ჩვენ რეალურად გაგვასწრებს ძალიან მალე და კი განაცხადიც არ შეუტანია ვიზა ლიბერალიზაციის თემა აქვს. ოღონდ ძალიან სწრაფად გააკეთებს ამას დარწმუნებული ვარ. ძალიან სწრაფად გააკეთებს ამას დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ დღეს ანუ ორი ფორმატი არსებობდა, სადაც საქართველოს აქტიურად განიხილებოდა საერთაშორისო არენაზე. ეს იყო კავკასია, სამ ქვეყანას შორის აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და ეს იყო გაფართოების აღმოსავლეთ პარტნიორები, გაფართოების საბჭო, სადაც გაფართოების ტრიო, სადაც საქართველოს იყო მოწინავე, ლიდერი ქვეყანა იყო. კავკასიაში ლიდერები ვიყავით, ტრიოში ლიდერები ვიყავით. დღეს ვართ ორივეგან მაჩანჩალა, სადაც ივანიშვილმა გააკეთა ის, რომ თბილისი აღარ არის საერთოდ არანაირი მიზიდულობის ცენტრი. მათ საერთაშორისო ვიზიტებს დარწმუნებული ვარ თვალს ადევნებთ. სადა ერთი უნგრეთში ჩადიოდნენ ორბანთან და ეხლა იქაც ვეღარ ჩადიან, უნგრეთში ახალ ლიდერთან. ჩადიან ყირგიზეთ, ყაზახეთში. ეს არის მათი სამოძრაო არეალი. ან დაალაგებენ, ან ვერა, მაგრამ გადატვირთონ უნდა ურთიერთობები ბრიუსელთანაც და ვაშინგტონთანაც. თქვენ ამას როგორ უყურებთ და როგორ უყურებთ იმ შეხვედრას, რომელსაც 11-ში ტექნიკური ხასიათი ექნება, მაგრამ 2027 წლის იანვარში შეიძლება ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს უვიზო მიმოსვლის თემა. ამაზე სხვათა შორის, მათ შორის, ეს ვთქვათ, საზოგადოებრივი აზრის სპიკერებისგანაც მომისმენია, რომ თითქოს ოპოზიციასაც შეუძლია რაღაც როლი შეასრულოს და რაღაც არ უნდა დაჩაგრონ ქართველი ხალხი და ასე შემდეგ მსგავსი მოწოდებები, რომ თითქოს ოპოზიციას ამაში როლის თამაში შეუძლია. რამე ფორმით ხედავთ თქვენს როლს ამ პროცესში? სამი შეკითხვა დამისვით და რიგითობით მივყვებით. კი ბატონო. პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გვესმოდეს, რომ ოპოზიციურ პარტიებს და ოპოზიციურ აქტორებს არანაირი გავლენა არ აქვთ
ასე აშკარად ვინმე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს ევროკავშირში. ევროკავშირს აქვს საკუთარი საგარეო პოლიტიკა, მათ შორის დაფუძნებული დემოკრატიაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე და ადამიანის უფლებებზე. ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვესმის ევროკავშირის მაღალი წარმომადგენლობის მხრიდან, რომ ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები. რა ხდება საპასუხოდ კიდევ უფრო არღვევს ქართული ოცნება ადამიანის უფლებებს. პარალელურად აგინებს მთელ ევროპულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს. ანუ რა შეიძლება აქ პასუხი იყოს თუ ქართულ ოცნებას უნდა, თუ ივანიშვილს უნდა რომ რაღაც განმუხტვა მოხდეს. როგორ შეიძლება მინდოდეს შერიგება ადამიანთან და დედას ვაგინებდა 24 საათი. მინდოდეს შერიგება. თქვენი აზრით რაღაც ამ პროცესის ნაწილად შეიძლება თუ არა და გიპასუხებ 4 ოქტომბრის მონაწილეებს ეხება. მეოთხე შეკითხვა დამაწიეთ, წინა ორი უპასუხოდ დამრჩა. მოდი ორს მივყვეთ და ორს მივყვეთ. ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც ზუსტად ეგრეა. რუბიო გამოვიდა სიტყვით დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია ადამიანის უფლებების დარღვევასთან, არჩევნების გაყალბებასთან, დემოკრატიულ უკუსლასთან მიმართებაში და ვილსონს დაეთანხმა რომ ეს გულისტკივილები ანუ დაადასტურა, ხო? მართალი ხართ, მაგრამ ეხლა რაღაც პოზიტიური შესაძლებლობებზე საუბრობენ. რა მოყვა ამას? მეორე დღეს მოყვა დიანა ის რომ გამოვარდა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე და თქვა რომ ესე იგი პარტიების აკრძალვა უნდა დაჩქარდესო, დაფორსირდეს, ესე ყველა ასაკრძალები არიანო. მეორე დილით ასევე ერთი დღის შემდეგ 24 საათში სასამართლოს ხდომა, რომელიც იყო მაგალითად 24 ივნისს ჩანიშნული პოლიტიკური ლიდერების დევნის და რეპრესიების, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეს გულისხმობს, გადმოიტანეს, გადმოწიეს 11 ივნისს დააფორსირეს, ანუ დააჩქარეს და პარალელურად მაქვს ინფორმაცია, რომელიც მიხედვითაც 11 ივნისს აუცილებლად მათი მიზანი რაც არის და რა ინფორმაციაც არის, ისინი მომდევნო 2 თვის განმავლობაში ჩანიშნავენ აქტიურად პროცესებს. თუ აქამდე თვეში ერთი პროცესი იყო, ანუ რაღაცა მიტოვებული ქონდა და ჩამოკიდებული დამოკლეს מחვილივით ეს ყველაფერი, ახლა მოხდება ფორსირება. დიდი გრძელი პროცესის დაბეჭდება. დიახ, აი სადაც 100-ზე მეტი მოწმე უნდა გამოკითხულიყო თვეში ერთი პროცესი. ამის მიზანი ხომ არ არის პირიქით საქმის დასრულებისკენ წამოყვანა. მე არ ვფიქრობ ესე. მე ბევრად პესიმისტურად ვუყურებ. გარემოს და ვითარებას რომ უყურებთ, არ ფიქრობთ რომ რაღაც ტიპის აი ამ ძიმე ტვირთების кейსებისგან გათავისუფლების პროცესი ხომ არა აქვთ რომ ამით დალაგდნენ თუ დალაგება უნდათ? მე მგონია რომ ოპტიმისტური ეჭვია და არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი ივანიშვილის ადეკვატურობასთან მიმართებაში. პირიქით, პესიმისტურად ვარ განწყობილი მის ადეკვატურობასთან, კეთილსინდისიერებასთან და კანონის მიერობასთან დაკავშირებით. საკუთარ თავზე ფიქრობს ამას მალე. ჩემი ოპტიმიზმი რეალიზმს ადეკვატურობაც ჩამოვთვალე. ანუ არაადეკვატურია ის ამ პოლიტიკურ პროცესებში. მისი მიზანი რა შეიძლება იყოს, ამას ძალიან მალე ვნახავთ, თუმცა ამ ყველაფერს ფორსირება თუ მას უნდა გადატვირთვა, მაშინ უნდა თქვას გავიწვიე რა, გამოგონილი საქმეა და პროკურატურამ უნდა გაიწვიოს ეს საქმე. რა თქმა უნდა, ვიცით რომ პროკურატურა მას ემორჩილება, იზღებულობს ყველა გადაწყვეტილებას. ამიტომ სრულად ცალსახარო. არანაირ გადატვირთვა შეუძლია შეწყვიტოს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც თვითონ დაავალა, ისე თვითონ გაიწვევს, იმიტომ რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე და ამ ლოგიკის გაგრძელებად სამი კითხვა რო შევაჯამოთ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება და არანაირ პროგნოზი არ არსებობს, რომ მას რეალური გადატვირთვა აინტერესებს. გადატვირთვა ურთიერთობების, კრიზისიდან ამოყვანა ქვეყნის და განმუხტვა იმ ძიმე კრიზისის, რაც ქვეყანაში არსებობს. ჩვენ ამ კრიზისგან სამხდად ზოგადად მზად ვართ, არაერთხელ საპასუხო ნაბიჯებიც გადავდგით, შეთავაზებებიც გავაკეთეთ, მაგრამ ივანიშვილს ეს არ უნდა. ივანიშვილს უნდა რომ ეს ქვეყანა იყოს კრიზისში, დაკარგოს შესაძლებლობები, გაუფუჭდეს ურთიერთობა და რა ვიცი, რეგიონში სომხეთი და ერევანი იყოს ლიდერი და საქართველოს გახადეს მაჩანჩალა ქვეყანა. არ მომწონს ულოცავ სომხებს, მაგრამ ეს არ არის ის მილოცვა, სადაც მე საკუთარი თავი არ მანაღულებს. კი, მე ჯერ ჩემი ქვეყანა მანაღულებს და მინდა რომ პირველები ჩვენ ვიყოთ და შემდეგ იყოს ყველა დანარჩენი მთელი სამყარო. და ამის შესაძლებლობა მინიმუმ რეგიონში ჩვენ გქონდა დიანა. და ეს შესაძლებლობა ივანიშვილმა ხელიდან გაგვაცალა და უბრალოდ მაჩანჩალა დაგვტოვა. არავის დღეს არ აინტერესებს ამ ხრივ საქართველოში პროცესებში, პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა. მხარი დაუჭიროს საქართველოს. გაქრა სომხეთმა მილიარდზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში. მილიარდზე მეტი ინვესტიცია, უზარმაზარი მხარდაჭერა. არა მხოლოდ ზოგადად დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტების განვითარების მიზნით, არამედ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში ევროკავშირი სომხეთში ხარჯავს ფულს, რასაც ჩვენთან უნდა ხარჯავდეს. ანუ წყალი, გაზი, კანალიზაცია, გზა, ყველაფერი ერთად. უბრალოდ მისი
შესაძლო შეჩერების თემასზე გადავიდეთ. როგორ ფიქრობთ? იგივე საკითხია ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. აქამდე შედგა რამდენიმე ფორმალური მსჯელობა, პოლიტიკური მსჯელობა ევროკავშირის არის ტექნიკური ხასიათის. დიახ, ოღონდ ეს ტექნიკური დასაწყისია. ბევრჯერ შედგა ეს მსჯელობა. აქამდე ორბანი ამუხრუჭებდა თუ ვეტოს ადებდა. ეხლა ორბანიც აღარ არსებობს. კიდევ ყავთ ერთი სამაშველო რგოლი სლოვაკეთის სახით, მაგრამ ევროკავშირმა ამასობაში შეცვალა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც აღარ არის საჭირო საერთო კონსენსუსი და დროებით შეჩერებას ყოფნის მარტივი უმრავლესობაც კი, როგორც მახსოვს 2/3. ამ ვითარებაში 2/3 ქვეყნებისა ევროკავშირში ჩამოყალიბებულია, რომ ივანიშვილს ქვეყანა მიყავს ავტორიტარიზმისკენ. ან ავტორიტარიზმში იმყოფება უკვე და ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები ივანიშვილი არსად არ გადის, მაგრამ ვინც გადის ის ვიზას იღებს ისედაც. კი ბატონო, არიან დასანქცირებულები თავისი ფინანსური გადაადგილების შეზღუდვებით და ასე შემდეგ. ამის მიღმა იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირის მხრიდან არსებული მინიმალური რეკომენდაციები. რა არის ეს რეკომენდაცია? ბიძინამ რამე მოიკლოს და ევროკავშირს მისცეს კი არა. ქუჩაში ადამიანები არ დევნო, სასამართლო იყოს თავისუფალი, მედიაზე ზეწოლას ნუახორციელებდეს. არა, მე მგონი ასე ვრცლადაც არ არის. ბოლო რაც ითქვა ერთ-ერთი, ეს თქვათ, რეკომენდაციების მოკლე ნუსხა იყო, რომ კანონები რამდენიმე კანონის შესაძლებლად პატიმრების გაშვებაზე და გვაგინებთ რიტორიკის შესაძლებლად. ანუ ძალიან მარტივი წესით შესაძლებელი, როგორც რადიო თავისუფლება წერდა. რაიმე მაინც რო გაეკეთებინათ, 1-2 მოთხოვნა მაინც შეესრულებინათ, თან ისევ და ისევ ამბობ, არ მინდა ვინმე გაიგოს, რომ ეს მოთხოვნა იყო ევროკავშირისთვის, არა, ეს მოთხოვნა იყო ქართული ხალხისთვის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო რო არსებობდეს, ხა ევროკავშირს ეს წესით რაში უნდა ანაღლებდეს, რომ არა დემოკრატიის სტანდარტი, უბრალოდ დემოკრატიის სტანდარტი, იმიტომ რომ თუ შენ გინდა ევროპული ოჯახის წევრი გახდე, მაღალი პენსია გქონდეს, მაღალი ხელფასი გქონდეს, კარგი ინფრასტრუქტურა, კარგი ჯანდაცვა და განათლება, რაღაც სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდე, იმიტომ რომ ის მდიდარი ქვეყნებია, იმ მდიდარმა ქვეყანამ შენ უნდა გაგიწნაწილოს თავისი დოვლათი და ეს არ შესრულდა. გაქვთ ანუ საითკენ მიყავთ ახლა ეს საუბარი. არსებობს, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი და ეს საფრთხე რეალურია. ივანიშვილის პასუხისმგებლობა და ამ ისტორიას რატო ვყვები? იმიტომ რომ ივანიშვილის პასუხისმგებლობა, ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ კი ვიზა ლიბერალიზაციას გააჩერონ. ჩვენი პოზიცია ცალსახაა, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი მათ შორის ევროინტეგრაციის პროცესთვის და ასე შემდეგ. გვაქვს ასევე ცალსახა პოზიცია, რომ ივანიშვილს შეეძლო ამის თავიდან არიდება, იმიტომ რომ აქამდე არსებულმა მსჯელობებმა ეს შანსი ივანიშვილს მისცა, მაგრამ პირიქით, ივანიშვილმა ჩააჭირა საკუთარ ბოროტებას, უკანონობას, უბედურებას, დევნას, რეპრესიებს და ამით კიდევ უფრო რეალური გახადა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე, რაც რა თქმა უნდა იქნება უმძიმესი დარტყმა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. კი ბატონო, თქვენ როლს, თქვენს თავს რაღაც ამ პროცესში თითქოს ნახე რამდენიმე მოწოდება, რომ ოპოზიციური პარტიების თუ ამ მიმართულებით რაღაც იმოქმედებენ, არ იქნება ცუდი და ასე შემდეგ. თინე ხიდაშელი წერდა თუ არ ვცდები, თქვენ რამე ფორმით თქვენ თავს ხედავთ, რომ რა შეიძლება გააკეთოთ? ჩვენ არ ვიცი რა შეიძლება გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს, იმიტომ რომ მარტივი მოცემულობა ჩვენთვის უფრო ადრე წყდება, ვიდრე თქვენ შეიძლება შეცვალოთ მოთხოვნები, აქ არსებობს მოთხოვნების სტანდარტები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ივანიშვილმა. მე ხელისუფლებაში ვიყო, ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტაზე კი არ იქნებოდა საუბარი. საუბარი იქნებოდა ხვალდაზე, როგორ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ხვალდაზე როგორ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ვიზა ლიბერალიზაციას შევინარჩუნოთ, ახალი ფინანსები და რესურსები მოვიტანოთ ქვეყანაში, სრულიად უვიზო გადაადგილება იყოს ყველანაირი შეზღუდვის გარეშე, პენსიები გაიზარდოს და ხელფასები გაიზარდოს. ეს არის ჩვენი მიზანი. და ამიტომ იმის მიღმა ამ შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც არ უჭირავს ბერკეტი იმ რეგულაციების თუ მოთხოვნების შესრულების სამწუხაროდ არაფერი. ირაკლი, კიდე ერთი თემის შემოტანა მინდა, სწორედ ამ კონტექსტში განიხილება, ვთქვათ, პარტიების აკრძალვა ახსენეთ თქვენ პაპუაშვილი, შეიძლება ეს თემა საერთოდ მოიხსნას ან ვთქვათ, გაიწელოს ან გამოიტანონ ეს სარჩელი, არ ვიცი, ანუ იმიტომ რომ შეერთებული შტატების დელეგაციის შემდეგ განცხადებაშიც
იყო თითქოს რომ პოლიტიკური პარტიებს უნდა ქონდეთ პროცესში, რა თქმა უნდა, თუ თავადაც მოისურვებენ ამ ინსტიტუციებთან თანამშრომლობას, პროცესში ყოფნას პოლიტიკის, გააქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება ეს აკრძალვის თემა გადაიწიოს მეორე ნაწილს, მეორე პლანზე ან გამოიტანონ ან არ ვიცი შეწყდეს ეს. არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმე ტიპის მხრივ ივანიშვილი შეძლებს იმის გააზრებას, რომ პარტიების აკრძალვა იქნება ძალიან მძიმე პირველში მისთვის. იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიები და ლელო ძლიერი საქართველო ჩვენს მაგალითზე ვიტყვი, არ ვაპირებთ ბრძოლის შეჩერებას იქნებით აკრძალულები, აუკრძალავები, დაპატიმრებული ლიდერებით თუ ასე შემდეგ. ჩვენთვის ბრძოლის ველი ყველა შემთხვევაში გრძელდება. არჩევნები, რა თქმა უნდა, არჩევნების და ყველა შემთხვევაში ჩვენ არჩევნების გზას გამოვიდეთ. მანდატების აღდგენა რა თემაა, საიდან გაჩნდა, როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ამაზე იყო, ეს თქვით, პოლემიკა მათ შორის ქსელში, როცა გრიგოლ გეგელიამ TV პირველის ეთერში ინგა გრიგოლიასთან თქვა, რომ იმედგაცრუებულია შეერთებული შტატები ბოიკოტის პოლიტიკით, რომ არჩევნების გამოტოვების და ბოიკოტის მომხრე არ არის ეს თქვა შტატები, ამის შემდეგ გვარამიამ დაწერა, რომ გეგელიას უთქვამს და ეტყობაო სხვა შეხვედრას ესწრებოდა და შემდეგ აი ამ პოლემიკაში ასევე გვარამიამ ახსენა, რომ რაღაც მანდატების თემა. როგორ ფიქრობთ ეს თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო ლელო რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული ზომიერი პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია სიზუსტისთვის, ეს გვარამიას ციტატაა. რაიმე ასეთი საუბარი არის, რომ ვინმე შეიძლება მანდატები აღგიდგინოთ ან რა ფორმით? პირველი ორ ნაწილად უნდა გავყოთ ეს შეკითხვა აუცილებლად, იმიტომ რომ ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. პირველი გრიგოლ გეგელიამ ნათლად თქვა, რომ ამერიკელების პოზიცია, შტატების პოზიცია არის, რომ ისინი არიან იმედგაცრუებული ბოიკოტით. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, ეს ითქვა და ეს არა მხოლოდ ითქვა დახურულ შეხვედრაზე, არამედ ის განცხადება, რომელიც შეერთებული შტატების საელჩომ გამოაქვეყნა, სწორედ ამ რიტორიკით იყო და ამ პათოსით იყო გაჯერებული სრულიად. ამ განცხადებაში რეალურად ეს წერია თუ გაიაზრებ, იმიტომ რომ დიპლომატია და საელჩო ის არის, რომელიც პირდაპირ კი არ გეუბნება საქმეს, მაგრამ გულისხმობს და მათ შორის ეს ნათლად იკითხება, ელემენტარული გააზრება და წაკითხვა ჭირდება ამ ყველაფერს. და გრიგოლმა ძალიან სწორად გაიგო, სწორად გამოიტანა და გეგელიას ინგლისურს ვერავინ ვერ ასწავლის, ვერც მე და ვერც ვერავინ, ერთი სამეცნიერო ხარისხი ლონდონში მიიღო და მეორე ფლორენციაში. გრიგოლ გეგელიამ. ამიტომ ურავინ ურჩეედავება ინგლისურის სამეცნიერო აკადემიურ თუ პოლიტიკურ დონეზე ცოდნაში. რაც შეეხება სიების აღდგენა, მე გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ ვიცი ეს თემა საიდან მოდის პოლიტიკურ ველზე, ერთადერთი რაც ვიცი, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა კოლეგამ გამოიტანა ეს თავის სოციალურ ქსელში Facebook პოსტად, იქ გახდა აი რაც წაიკითხეთ თქვენ. იმის მიღმა მე არაფერი არ ვიცი. იმის მიღმა არაფერი არ ვიცი. იმის მიღმა არცად მე არ შემოხვედრია. არ ვიცი რატო დარდობ სად შესვლაზე, სად გამოსვლაზე თავად უნდა იდარდონ იმაზე, რომ იცლიან ამ ავტორიტარიზმის პირობებში იქეთ-აქეთ რაღაცა კენჭების, ლოდების, ტალახის თუ ქაქის სროლაში. ყველამ თავი უნდა შეიკავოს, რომ იმ ტიპის დაპირისპირება არის მათ შორის სოციალურ ქსელში, რომ თქვენ მისამართით ეს იავარდია, მაგრამ მაინც ჩვენ არ გვინდა არც იავარდის სროლა, არაფრის სროლა ოპოზიციას შორის. ყველამ საკუთარ თავს, ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს, ჩვენ ვცდილობთ რომ ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ერთი გავძლიერდეთ როგორც დამოუკიდებელი ალტერნატიული პოლიტიკური სუბიექტი და მეორე, კი ამ ქვეყანაში შევავიწროვოთ ივანიშვილის პრორუსული რეჟიმი. ეს არის ჩვენი გზა. ამიტომ სხვა ტიპის დაპირისპირებაში და თან გამოგონილი ისტორიებში მონაწილეობას არ ვაპირებ. კი ბატონო, თქვენთან მაქვს ასეთი კითხვა. თუ გაიგეთ, რომ შეერთებული შტატები არ არის ბოიკოტების მომხრე, ანტიბოიკოტი არის მათი განწყობა. თქვენი აზრით, რატომ მხოლოდ საარჩევნო ბოიკოტს, თქვენი აზრით, პოსტსაარჩევნო ბოიკოტს მიესალმებოდა შეერთებული შტატები? მე ვერ გეტყვით ამას, თქვენ შეგიძლიათ დამაზუსტებელი შეკითხვით მიმართოთ საელჩოს, არა საელჩოს, არ ყოფილა ამაზე საუბარი ნამდვილად პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით. საელჩოს აქვს თავისი პოლიტიკური დეპარტამენტი და შეგვიძლია რომ დამაზუსტებელი შეკითხვა თქვენ გაუგზავნოთ, თუმცა მე რაც ვიცი, მტკიცებით ასე საინტერესოა სხვათა შორის
რამდენიმე იმიტომ რომ ერთი სპიკერს და თქვენთანაც მუდმივად მაქვს ეს თემა. როგორ ფიქრობთ, როცა ბოიკოტის არ მიღებაზეა ლაპარაკი, რატომ ეხება ეს პრესა არჩევნოს და არა პოსტსა არჩევნოს? ანუ ამერიკის შეერთებული შტატები მოგიწოდებთ რომ შეხვიდეთ არჩევნებში, მაგრამ მე თუ არ მოგეწონებათ გადაყაროთ მანდატები, ანუ ეს რაღაც უცნაური აღქმას. მე მგონია რომ არც ერთი საელჩო ჯამში არ ფიქრობს იმას, რომ ვინმე მანდატები უნდა გადაყაროს. უბრალოდ 2024 წლის არჩევნები იმდენად ძიმე, დანაშაულებრივი და რეპრესიული იყო, აქ ორი ფაქტორი იყო. ყველა გადაცემაში მიწევს პასუხის გაცემა ამ შეკითხვაზე. კი და მეც მზადვარ თქვენ ამბობთ რომ სწორად მოიქცეთ, მანამდე მუდმივად დაუბრუნდები ამ კითხვას. კი ბატონო, დავასრულებ. პირველ რიგში იმდენად დანაშაულებრივი არჩევნები იყო, რომელმაც არჩევნების ბედი შეცვალა. შედეგი შეცვალა, რომ ერთის მხრივ ჩვენ უნდა აგვეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ლელოს და სხვა აქტორებმა თავის გაწყვეტილება თავად მიიღეს, აგვეღო გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ სკამებისთვის კი არ ვიბრძოდით, მათ შორის ვიბრძოდით იმისთვის, რომ რეალური ცვლილება მიგვეღო. პირველ რიგში დარტყმის ქვეშ საკუთარი თავები დავიყენეთ, ხო? იმუნიტეტი დავკარგეთ, რესურსები დავკარგეთ. ამის გამო ჩვენი ლიდერები საპატიმროში ციხეში აღმოჩნდნენ. ძლიერი რომ იქნებოდით ეს ქართული პოლიტიკისთვის, კარგი არ იქნებოდა. გასაგებია, კი, კარგი იქნებოდა, რომ ძლიერები ყოფილიყავით უფრო მეტად. ის უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარებულიყო და არჩევნებს გაგვემარჯვებინა. სამართლიანი ჩატარდება? არა, მე ივანიშვილის მხრიდან სამართლიანი არჩევნებს არ ველოდები. უბრალოდ ჩვენ საკუთარ თავს ვაკისრებთ მეტ პასუხისმგებლობას, რომ თუ მაგალითად 2024 წლის არჩევნებში უნდა მოგვეგო წესით სამართლიანი არჩევნების პირობებში, რასაც რა შედეგებსაც აჩვენებდა ეგზიტ პოლები, პარალელური დათვლა და 5-10% უნდა მოგვიგო, სინამდვილეში მას უნდა მოუგო ივანიშვილს ესეთ რეპრესიულ და ავტორიტარულ რეჟიმს უნდა მოუგო დიდი ფორით. ანუ 15-20%-იანი უპირატესობით. რის შანსიც თავის დროზე აი ახლა სულ ახალ-ახალს იყო მაგალითად თბილისის მაგალითზე. მერე ოპოზიციონერები რო გამოვიდნენ, რამდენიმე ბოიკოტისტი ოპოზიციონერი და კალაძის თურმე 19% იქონია დედაქალაქში. ეს რა საშინელება ხდება, ვინ ყავს დედაქალაქს მერადოდა. აქამდე გახსენებოდა სანამ ბოიკოტი საკრებულოში ჯდომა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პარლამენტში. იქამდე იმ ადამიანებსაც აქვთ უფლება რომ თავის ბოიკოტში მაინც იყვნენ თანმიმდევრები. არ ვამბობთ დიანა მაგას, არ ვამბობთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველგან ბრძოლა მნიშვნელოვანია, ყველგან ჯდომა მნიშვნელოვანია, ყველგან წინააღმდეგობის გაწევა მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს პოლიტიკური პროცესები, რომელიც ხშირად თვითდაზიანების ტოლფასია, მაგრამ არის სწორი. ამიტომაც ჩვენ მაშინ კი, სწორი იყო, ამის თქმა მინდა, რომ ზოგჯერ არის თვითდაზიანებაც კი, მაგრამ პრინციპულობა, ღირსება, რაღაცის ჩვენ კი, იმიტომ რომ ისეთ ვითარებაში, სადაც ამ ძალადობრივი მანქანა 54%-ის მქონე ივანიშვილს 100%-იანი ძალაუფლება რომ მიეცით საქართველოს პარლამენტში, ეს თვითდაზიანება? რა თქმა უნდა, თვითდაზიანება უბრალოდ, მაგრამ რაღაც ღირსების თემაა? კი, ღირსების თემა იყო, იმიტომ რომ ღირსების თემაა, მისი რომ გააძლიერეთ ის რეპრესიულ ღირსების თემა სხვა რამ არის. ღირსების თემა სხვა რამ. ღირსების თემა არის, როცა გატყუებენ, როცა ძალადობენ შენზე, როცა სამსახურებიდან აგდებენ შენს მხარდამჭერებს, როცა რეპრესიულია სისტემა, როცა აშანტაჟებენ, როცა არჩევნების ფარულობა არ არის დაცული, ამ დროს შენც უნდა აიღო პასუხი. ჩვენ ხო ვერ შევძელით საკმარისად იმ არჩევნების დაცვა 2024 წელს. ვიღაცას ამაზე პასუხისმგებლობა ხო უნდა აიღო და არ ვიცი სხვა პარტიები როგორ თვლიან, მაგრამ ჩვენ ლელოს ძლიერ საქართველოს გვეყო იმის გამბედაობა და ავიღეთ პასუხისმგებლობა. სხვა შორის 4 სუბიექტი ვიყავით კოალიციაში და 4-ვე ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ამიტომაც მე სიამაყით ეს არაფრით არ აკეთებს ამ გადაწყვეტილებას მინიმუმ აზრი გაქვს, მე გასწავლილი აზრი მაქვს. კი ბატონო. დიდი მადლობა. ირაკლი კობახიძე ლელოზე 4 დღის წინ არის დათარიღებული ეს კომენტარი, სხვათა შორის სიების და მანდატების აღდგენაზე იყო მაშინ ეს კითხვა. 2024 და 2020 წელს თვითონაც თქვეს უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, მათ ჩაიდინეს პოლიტიკური დანაშაული საკუთარი ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშოლებს ლელო, რომელიც იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დანაშაულის. მოკეთ იქ იყო ლაპარაკი, რომ ლელო ეხლა არჩევნებზე ლაპარაკობს, თქვათ, არჩევნებში მონაწილეობაზე თანახმა, რაღაც ამ ტიპის დისკუსიას მოაყოლა, რომ თავადაც აქვთ ცოდვებიო და აქეთ მარტო მე გიხსენებთ ამ ყველაზე დიდი ცოდვილი ამ ქვეყანაში.
ყველაზე მძიმე ცოდვებში ბრალდებული ირაკლი კობახიძე რო ვინმეს ილაპარაკებს, ну ჩვეულებრივად იუმორისტულ ჟანრშია, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ არის ადეკვატური, ეს ადამიანი არ არის თავისუფალი, ეს ადამიანი არ არის ამ ქვეყნის ინტერესებზე მორგებული საჯარო პირი. მას აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება მისი უფროსისთვის. ხვალ რომ გამოვიდეს კობახიძის უფროსი ივანიშვილი და თქვას რომ კობახიძე არის ნაძირალა, დაეთანხმება კობახიძე, რომ კი ნაძირალა ვარ. აუცილებლად ყველაფერში დაეთანხმება. ისევე როგორც სხვა, აი ღარიბაშვილი რო გამოაცხადა ვიღაცა ოპოზიციონერებმა პოლიტპატიმრად და შემდეგ ღარიბაშვილის ოჯახმა რო უარყო რა პოლიტპატიმარი არა, კარგად და სამართლიანად ზისო. ეგ კატეგორიაა, ანუ მორჩილების, მონური მორჩილების ასეთი მაჩვენებელი მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს და იგივე კატეგორიაა კობახიძეს. კობახიძე ვერაფერზე და ვერავისზე სერიოზულად ვერ ილაპარაკებს, მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება უპყრია ახლა ხელში. უპყრია ძალაუფლება ფაქტობრივად და ამ ყველაფერს ის მართავს ივანიშვილისთვის, მაგრამ ნუ რა შეიძლება გააკეთოს ახლა კობახიძემ და თქვას ისეთი, რომელიც შეიძლება ადეკვატური, განათლებული, ინტელექტუალი მოქალაქისთვის იყოს მისაღები, გასაგები და მიზანშეწონილი. ჩვენზე კობახიძე ვერასდროს ვერ ვილაპარაკებს და ჩემ გუნდში არიან ადამიანები, პროფესიონალები, ვინც მათ შორის წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, მათ შორის ამ ხელისუფლების ოპოზიციაში არიან და არასდროს კომპრომისზე არ წასულან საკუთარ თავთან. მადლობა.